გამარჯობა დაუბრუნდით ბლოგით. საშინელი წვიმა და ძალიან ხმაურია, ამიტომ არ შეიმჩნიოთ. მივემართებით მონოჰოლში ტრადიციულად ამდენი ხნის შემდეგ. ძალიან ცივა, მაგრამ მგონია რომ შიგნით ძალიან დაგვრცხება. ჩვენი მეგობარი ჯეივონი ჩამოვიდა. ალბათ გეცოდინება დიამაიკელი კონტენტ კრეატორი, რომელიც არეაქტებს ყოველთვის პიპი ბათლებს. ახლა მელოდება, McDonald's-თან დგას სადღაც და უნდა დავეხმაროთ. იმედია ვიპოვით და გადავარჩენთ და შევიყვანთ დროულად. Hey, we found you. How are you? I didn't know you were shooting vlog too. Yeah, I decided to do a vlog. Okay, my first question, most important one. So what's the first thing you liked in Georgia when you came here? The people. Since I came to the airport, I was greeted nicely, Maybe I think the guy who I saw first when I came out of the airplane, he probably recognized me or something. Because he was like smiling at me, but yeah, it was nice. I hate the weather though, because it's New York weather, it's the same, so it's cold. I left New York to come to New York, but I like it. Nah, this is the only time I could come though. Like for summer, I'll probably come another time, but. So, what do you think about today's battle, Pele versus Young Mike? Nah, I'm excited for it. I think because I've been reacting to it and watching on YouTube, I think seeing it in person is gonna be so much better, and I'm hyped for it. So I'm excited. Shit. Hold on. It starts with K. Contra. Call me. მოკლედ ახლა ჯეივონს გავაცნოთ აქაურობა, როგორ გამოიყურება, დავათვალიერებინოთ ყურებზე. მეც არ ვიცი პრინციპში რა უნდა ვთქვა ამ შენობაზე გარდა იმისა, რომ ძველია, მაგრამ So now Pele is here right in front of you and I'm going to ask you again, describe him as a battle artist. Okay, I think Pele is laid back and he knows how to ride the beat. He's very chill on the beat, so I think that's his style and I like it. We don't have reasons to be mad. At least I'm not the one who has to be mad. Doing what I have to do. That's it. ხო, საღო. როგორ ხარ დღეს მომზადებული გვახსენებო? მომზადილი როგორ? რავი, სახში ვიცოდი და ეხლა აქ არ ვიცი. მოკლედ, მე მგონი დღეს გაგვაოცებ დამახსოვრების მხრივ, მე მგონია რომ საერთოდ არ დაგავიწყდება რატომღაც ძალიან ისე ხარ თავდაჯერებულად. ხო, უკვე რავი, რამე 3 საათიდან აქ ვარ, უკვე სახში მინდა, დედა მინდა. აქ ვარ. ვა, ეგრევე. ყოველ ბეთლზე მაქვს როგორი პრობლემა, იცი? სულ რაღაცა არ მესმის რა და მგონია რომ შეგრძნება მაქვს რომ აი ბოლომდე ვერ შევაფასე სათანა. სულ მეჩხუბებიან ხო და დღეს გადავწყვიტე რომ აი მთელი კონცენტრაცია მაგაზე მოვახდინო და მობილიზებული იმაზე რომ ყველაფერი გავიგო რა. აი დაჟე ბიტსაც ნაკლებად მივაქცე ყურადღებას, просто რას ილაპარაკებენ. და ყველაზე მთავარი ჩემთვის ყველაზე მთავარი რა არის, იცი? ბიტზე იჯდეს ადამიანი. რასაც არ უნდა მელაპარაკებოდეს, სწორად მეჯე სადმე თუ კაროჩე ეგ ჩემთვის მინუსია რა. თან დღეს ჯაჯი ვარ და მაქვს იმის. შენი red flag-ია, როდესაც საოცა აი ხო, აი ეს red flag-იც არა, სილა ეგ ჩემს სილას მირტყავს ვიღაც, აი მაგას ნიშნავს ჩემთვის რა. თვითონ battle-ზე რას ფიქრობ წინასწარ რა, ზოგადად რა მოლოდინი გაქვს? ისტორიული დღე არის დღეს? კი, აი უნდა მეთქვა ხო, რაღაც პონჩი ამ ამბავის ისტორიული დასაწყისი და დასაწყისის ბოლო იქაურის როცა იყო და რაც იყო და მაგის რევანში შესაბამისად ძალიან საინტერესო იქნება რა. ამაზე გადაგიბამ ახლა შენ გამახსენდა ეგ რომ რამე შეიცვალა თუნდაც წინა ბათლიდან გამომდინარე ან რაღაც დამოკიდებულება ან ბათლების მიმართ ან მეტოქის მიმართ წინა ისტორიული ბათლიდან გამომდინარე. იმიტომ რომ დღეს ძალიან რაღაც სიმბოლური დაპირისპირება არის მეორედ უკვე. არა, უბრალოდ ისევ ჩემი საქმის გასაკეთებლად მოვედი უბრალოდ და არც ჩხუბს ვაპირებ რიტებს და არაფერს მოვალ და მე ვლაპარაკობ ვიღაცები ჩხუბობენ. როგორც ჯეივონმა თქვა laid back chill და მეტოქეზე რას გეტყვი? რა გონია რომ ხოძე იქნება, იმიტომ რომ აქ რა მიზეზი მაგისი. ანუ შენი აზრით მას უფრო მეტი აქვს დასამტკიცებელი თუ შენ? ჩემი აზრით დასამტკიცებელი არავის არაფერი არა აქ რა. Peace, love, unity, having fun, ხო? და ეგეთი სიტყვები რაც არის კი. ცეკვებზე რას ფიქრობ აბა? საინტერესო სიახლეა. სიახლე შეიძლება რავი YouTube-ისთვის არის, მაგრამ აქ რაც მოხდება რავი ყოველ შაბათ-კვირას ვაკეთებს და ვხედავ ჩვენ მაგას არა ახალი სახე არავინ არა ჩემთვის პირადად და უბრალოდ ანუ ძალიან კარგი არის ის რომ უკვე მასშტაბურად გამოვიდა, იმიტომ რომ მსახურებს ეგ ხალხი მაგას ძალიან დიდი ხანია აკეთებენ და შემიძლია თქვა რომ ყველა პროფესიონალია უკვე ვინც გამოდის, ანუ რეპ ბეთლებისგან განსხვავებით ეგ აქვთ ამათ რომ უკვე ყველა პროფესიონალია და უმეტესობას
ყველას მოსწავლეები ყავს თავისი და ასე შემდეგ. კი, გეთანხმები, მეც ვიცნობ პირადად და წლებია ვუყურებ როგორ აწყობენ ამ ბათლებს freestyles და მართლა სულ დაუფასებლები იყვნენ და ძალიან მიხარია რომ ყურადღება დაეთმოთ და გამოგვირდა დღეს ბევრს ლაპარაკობ შენ არ გიყვარდა როცა ჩემ კამერას ხედავდი და გარბოდი. იმიტომ რომ კარგი არის ალაპარაკო რა. და საყვარელია. აი peace love unity. კავაი. ჯამა. ამას გადავღე რა დღეშია შეხედე. არ გვაცდით ჯინაზე. კაი, უცებ ჯამად რას ფიქრობ დღევანდელ ბათლ. დროზე ეხლა სანამ გაჩუ. მე მინდა რომ მაიკმა მოიგოს. პროგნოზები. მაიკი. თაკო მინდა მოიგოს და რავი დანარჩენი რას იზამიზავე რა. მე მგონია რომ ცეკვა ბევრად მაგრა გაასწორებს ვიდრე რეპეთ. ხოთა შორის ძალიან სკეპტიკურად უყურებენ, მაგრამ მგონია რომ მეც ძალიან წაიღებ ცეკვა. საინტერესო. იმიტომ რომ ეგრე ვიყავი მეც ვაფშე ცეკვის პირობებს სანამ გავეძრებოდი და ძალიან მაგარი იყო, აი ძალიან ვისიამოვნე. და ქურდა კამერის უკან რო იკრიჭება, სამონტაჟო გაქვს შენ სამსახურში გელოდები. ვინც არიცით ჩემი ედიტორი გიორგი მოღალატეა, გადავიდა რატის ბართანს. ჩემი ედიტორი, ჩემი მონა, ჩემი ზუკნა. გამარჯობა. შენ რას ფიქრობ? რა მაგარია მე არავის არ დაუსვამს კითხვა ჩემთვის არასდროს და ძალიან დავიბენი. მე რასაც ვფიქრობ მაგას ნახავთ ჩემს რეაქციაში, ამიტომ დაელოდეთ. აი აქ ამონათდება და გამოჩნდება ჩემი სოციალური ქსელი. ჩემიც ქსელი ობობის. ფლეშბექები მაქვს, გეცნობათ ეს სიტუაცია. ჩემს ყველა ვლოგში თითქმის აი ამ პოზიციაში ბრძანდება ბატონი ბანი. რას გვეტყვით? აღფრთოვანებული ვარ. ბეთლზე მოვისმინე პელეს რაუნდები. პელეს რაუნდები მოვისმინე. ბიჭო, რა სწრაფად რეპავს იცი? დედას გეფუძება აი. ანუ ფასო. მაიკის არ ვიცი არ. შესაბამისად ვერ ვიტყვი ვერაფერს. ცეკვებზე მაინტერესებს მაგრამ ერთი ვიცი ხოსრო, იმიტომ რომ 10 წლის რო ვიყავი, იმეძე გადიოდა შენ შეგიძლია ცეკვა და მანდ გამოვიდა და მაგრა დამევასა და ფურცელზე ხოსროსკენ ვარ. სანამ სხვების ცეკვას ვნახავ რავი. მოკლედ ხოსრო წარმატებები დღეს და მაინტერესებს რამდენად ხარ მომზადებული და თუ იქნება ეს freestyle battle და რამე ელემენტები თუ აქვს მსგავსი. მოგესალმებით. პირველ რიგში გითხრათ რომ მომზადებული არასდროს არ ვარ, ბატლებზე არასდროს მომზადებული არ გავდივარ, იმიტომ რომ freestyle მოცეკვავი ვარ და ყოველთვის freestyle-ს ცეკვავ. როგორც აქ გითხრეს, არის show და არა იმენა freestyle battle. Show-ს დღეს ნახავთ, მე მგონი. ვიცი რომ ძალიან დიდი ხანია ამ თემაში ხარ წლებია, მე პირადად წლების წინ მახსოვ ხარ და რატომღაც მაინც ძალიან დაუფასებელია მოცეკვავების, ანუ ეს სფერო ზოგადად. ანუ MC-ი შედარებით კიდე დაფასებულია და რატო არის ესე შენი აზრით? ალბათ MC-ს როგორც ამბობ რომ დაფასებული არის MC-ი, ალბათ ამან ძალიან დიდი, ასე ვთქვათ, ბიძგი მისცა, დიდი გზა მისცა MC-ს და უფრო დიდი გახადა აი ამ პროექტებმა და ალბათ ცეკვასაც ესე დაეხმარება, როგორც დაეხმარა PvP-ს, ასე ვთქვათ, MC-ს. ხო და იგივენაირად მე მგონი underground-ს და ასე ვთქვათ, კომერციალსაც დაეხმარება და განავითარებს რა, მე ეგრე ვფიქრობ. და რატო არ ვითარდებოდა აქამდე, იმიტომ რომ არ გქონდა ამ ხელა პოპულარიზაცია, როგორც მაგალითად ეხლა გვაქვს. შენს ასე ვთქვათ მეტოქეებზე რას ტყვი? თაკვარი ჩემი მეტოქე, მინდა რომ დღევანდელი დღე ისე ჩაიაროს, რომ ძალიან კაი შოუ გქონდეს და ძალიან მინდა რომ ბოლოს ძალიან ბედლიერად და კეთილად დასრულდეს ყველაფერი, რა თქმა უნდა. Peace, love, unity, having fun. Hip-hop-ის საფუძვლები. მადლობა დიდი წარმატებები დღეს. Yo, მე ვარ გუგა ჰუფენი. დღეს იწყება PvP Slam-ის პირველი სეზონი და მე ვარ ერთ-ერთი მონაწილე და ნათიას ერთგული მაყურებელი. I have to say this. ცოტა ნერვიულობ, მაგრამ არა ისე რომ you know, საპასუხისმგებლო მომენტია, თან ამ ხელა პლატფორმაზე გავა, ამდენი ადამიანი ნახავს და ძალიან კაია რომ freestyle dancing-ი, ზოგადად dance battling-ი რომ mainstream-ზე გავა და people have to see us, you know. მე ვფიქრობ, რომ რეპშიც იგივე სიტუაცია იქნებოდა, რო არა flow, ასე რომ გეტყვი რა, ძალიან კაი ბიჭია ლუკა, ჩემ მეგობარია. ერთი სული მაქვს, როდის დავდგები მის წინ, ან 2-3 ბეთლი გქონია აქამდე და another one. ნახე რა მომეჩ, არ მოვაწევინები. მე არა იანგი. ერთ დღეს მირიკავს ბანი, პატარა ზღაპარებით უნდა მოყვა. მირიკავს ბანი და მეუბნება რომ დავაიხوار ვიბერთლავთ. მეთქი დასაფიქრებელი საკითხია, იმიტომ რომ ალბომზე ვმუშაობ. პირდაპირ კი არ მithქვამს მართლა რომ ალბომზე ვმუშაობდი მართლა. ალბომი დავაპაუზე, ალბომს აღარ ვდებ, დავყრე სინგლებს და ბანის ვებერთლავები სადღაც მაგრამ მე რას ვფიქრობ, იცი მსხვერპლი არ გამიღია. ჩემთვის ის უფრო რისკავს ვიდრე მე.
დღევანდელ ბათლზე არ ვიცი, მაგრამ პელეს ვფიქრობ. მაინც ვფიქრობ, რომ პელე მოიგებს. ეგ არის ეგ ძალიან მაგარია, რომ პირველი მაჩრევანშია რა. PvP-ის ისტორიაში. გასწორებს. ჩემი აზრით იქნება ისტორია. აქამდე ყოფილვარ ბეთლზე კი, დენს ბეთლზე ყოფილვარ აქამდე და ეხა ვინც არიან არჩეულები, თითქმის ყველას ვიცნობ. ასე თუ ისე, ძალიან მაგარი იქნება და ცეცხლი აინთება, თო ან თავდებში ვარ. გუშინ ჩაინიშნა რა დავწერე. არა, სადღაც ნახევარი რაუნდი მაქვს დაწერილი პირველი ბიტის. ბიტები გაქვს? პირველი ბიტი გვაქვს მარტო შენ. პირველი ბიტი ავარჩიე მე, მეორეს არჩევს ბანი. გამოიწერეთ ნატიეს არხი, დალაიქეთ ვიდეო, დაფოლოვეთ არა, ხო YouTube-ზე. ხო რა. Bye. შენ გახვალოდოთ ბათლში დაბრუნებას? ჩემგან მომენტ ხალხმა შეიძლება იცოდეს, იმიტომ რომ მესამე სეზონს ვაპირებ 90%-ით კი. დიდი ხანი ამბობდა ამას ჩემი PvP ვლოგების განმავლობაში და ჩამოყალიბდი ანუ ხო? კი, ოღონდ მქონდა რაღაც გადაფიქრებულიც მქონდა, მაგრამ ეხა ისევ კი, არა 90%-ით, ოღონდ 10% ის არის რამე თუ არ მომივიდა, რამე თუ მომივიდა ფიზიკურად ვერ გამო. ვისი სურვებდი მეტოქეთ ამ შემთხვევაში? აი ეს არავინ არ მყავს რა საერთოდ. სეზონზე არა ხო სეზონზე ვინც იქნება იყოს. ჯინი არავისი არ მჭირს რა. არიან ვიღაცები, მაგრამ ეგენი არ არიან flow-ში. კაი, დღევანდელ ბათლზე გითხარი მოდი, პელეს და Young Mike-ის ისტორიულ რევანშზე, ასე რომ ვთქვათ, რას ფიქრობ? ძალიან გაბრაზებული ვარ, იმიტომ რომ soundcheck-ს ვერც ერთხელ ვერ მოусმინე და ანუ ვფიქრობ, მაგრამ ეხა უფრო გულწრფელად გეტყვი, ჩემ ვარა უცა მაგიტო რა, მოსმენელი რახან არ მაქვს. აუ პელეს ვფიქრობ, მაგრამ არ ველოდები რომელიმე სპინა რამის დაკლებას რა. მედი არც ერთს არ დაუწყდება ტექსტი პირველ რიგში ეგ მინდა რა. სიახლეზე რას გვეტყვი? ანუ სიახლეზე PvP-ის კუთხით თორე ის არ არის სიახლე ცეკვებს გულის ხო freestyle battle-ებს. მე დიდად გათვითცნობიერებული არ ვარ კულტურაში ცეკვის. რო ვნახე რომ დაანონსდა, მაგის მერე ცოტა რაღაცეები შევისწავლე და ესეთი ვარაუდი მაქვს რომ გუგა და ლუკადან ვინც გავა შემდეგ ეტაპზე არ მიწყენენ იმედია სხვა მონაწილეები, მგონია რომ ჩემპიც ეგ გახდება რა, აი მაგორიდან ვინც გავა რა. და ტრეკებზე რა ხდება? ტრეკები მზად მაქვს გაგიკვირდება, მაგრამ სეზონის განმავლობაში მირჩევნია დავდო, ვიდრე ეხლა ხალხს დავასვენებ ცოტას და უცებ შემოვხტები ისე რომ აი წადითო აღარ გვინდა შენი ტრეკებიო, იმდენი უნდა დავდო, ეგრე უნდა. შენი საფირმო ფრაზა? შენ თუ ეხლა ამ ვიდეოს უყურებ და არხი არ გაქვს გამოწერილი, ხარ უნამუსო ადამიანი. Алачო მეგობრებო, მე ლოლა ვარ, გეცოდინებით TikTok-იდან. ხადა რა ვიცი, მეტი რა გითხრათ, მოცეკვავე ვარ და ვარ პოზიტიური ძალიან და რა ვიცი, დღეს ძალიან კარგ მაგარ ცეცხლს დავანთებ. მოკლედ, მე ძალიან დიდი ხანია ვცეკვავ, ან მართლა აი ემენა OG და სულ მინდა რომ ამ კულტურაში ვიყო, აი სანამ სული მიდგას თუ რაღაც ეგეთი რა. I'm a queen, you know? Yeah, I'm scared. რატო არის დაუფასებელი dance freestyle battle-ები და ზოგადად ცეკვების კუთხით უფრო დაუფასებელი ვიდრე ბიჭო, არ ვიცით რა, ალბათ ჩვენი ბრალი ანუ როგორ რაღაცა იცი, თან ჩვენი ბრალიც არის და თან ჩვენ ესე პერიოდულად ხო მოვდივართ ერთი თაობას რო წამოვზრდით და ყველა გვიყურებს რა. მე ეს ანუ აი აქ სადღაცას ვჩერდებით და მე თავიდან ვიღებთ რას გონს რა და ჯობია რომ ავიღებთ სტარტს და ეს დღეს მოხდება. აღარ გავჩერდეთ და ამ ხალხს შევაყვაროთ ცეკვა. ის ქართველიერი და ქართველი ადამიანები რომლებიც დღეს მაგარ ამბავს დაატრიალებენ და ვფიქრობ რომ თქვენი გვერდში დგომა გჭირდება. მეტი საპორტი ერთმანეთთან და რავი გიყვარდეთ თქვენიანები ვართ რა ბოლო-ბოლო და no this, you know. მოდი გაგვეცანი, ჩვენ კი გიცნობთ, მაგრამ ხალხს. ჩემი სახლი არის ნეი, ვარ მოცეკვავე, ვცხოვრობ რუსთავში, ჩემი ბიძაშვილი ჩემ წინ დგას. სანამ ჩემ წინა შედგა ხარ ბიჭო დუხი დააგდე. დღეს ნერვიულობ? ნერვიულობ ცოტათი, ან ზომიერად ისევ ნერვიულობ, როგორც უნდა ვინერვიულო რა. რო უფრო მობილიზებული იყო, რო არ ნერვიულობ, ანუ კიდია და მე არ კიდია რა, რატო უნდა მეკიდოს. მეტოქეზე რას გვიქნა? ჩემი მეტოქე არის, ჩემი crewmate, ანუ ერთ ჯგუფში ვცეკვავთ, ერთ გუნდში ვართ, ასე რომ, რა, დიდათ არ გამიხარდა რომ მაგას ვხვდები. მერჩი უნდა რომ სხვას შევხვედროდი რა, ნებისმიერს რა, მაგრამ ნებისმიერს პროსტა ეს აქ იყო პროსტა. ხო, ერთს ვიტყვი რომ ბეთლი არის და ბეთლზე მეგობრობაც მაგაცობა არ არსებობს რა. ბეთლია, ლოლა დანდობა არ იქნება, მაგრამ ბეთლის მერე ისევ ჩემი დაქალი იქნება.
კარგი და შენი აზრით თქვენი ამ პროექტში გამოჩენა უფრო დაგეხმარება თქვენ იმაში, რომ პოპულარიზაცია უფრო მეტი იყოს ცეკვების მხრივ? ეს პროექტიც დაგვეხმარება რა თქმა უნდა, მაგრამ ამის გარდა არის ბევრი რაღაცა, რასაც ვაკეთებთ ისედაც, ბეთლები, მასტერკლასები ხო და ანუ აქაური პოპულარიზაცია ჩემი აზრით დაგვეხმარება ახალი ხალხის მოზიდვაში ამ სფეროში და უფრო მეტი ხალხი იქნება, მით უკეთესი არის და რაც უფრო ცოტა იქნება. რაც უფრო კარგ შემოიტანენ და რაც უფრო კარგს გააკეთებენ, ყველაფერი მოსაწონი იქნება. მე ვარ ნინი, დენსერ ნინი. და სხვათა შორის ვიცი, რომ MC-ის სკილებიც გაქვს, მახსოვს რაღაცას, რომ რეპავდი ხარ? არ ვცეკვავ, როცა არ ვცეკვავ, მაშინ იწერება სიმღერები რა. ჩანი პირველი მსაჯობაა ეს თუ სხვა ბათლებშიც? მე ვარ კულტურის წარმომადგენელი ჯაჯი. როგორც მრავალწლიანი გამოცდილების ჯაჯი. OG და შენზე რამდენად გაგიჭირდება დღეს მსაჯობა? საინტერესო ჩემპიონატია, იმიტომ რომ განსხვავდება კლასიკური underground battle-ისგან. შერეული აქვს რაღაც შოუს მიმართულება, რაც ნიშნავს, რომ უფრო ჩაჭერილად კრიტიკული იქნება ჩემი შეფასება, ვიდრე არის ხოლმე კლასიკურ underground battle-ზე. თან პლუს იციან რაზე ცეკვავენ, მუსიკა ტრეკი იციან, რაც ნიშნავს, რომ უფრო კრიტიკული ხარ მაგ დროს და მოკლა რა, უნდა მოკლა და თუ არ ვნახე რომ მოკალი და დააბრუნე მოდი. მეორე მონაწილე დენსფლორზე დაატა Oh, switching girls! მოკლედ დღეს პრეცედენტი, ისტორიული მომენტი. მიხარია რომ ამ პრეცედენტს და გავს რაღაცებს flow ვარ ხერხებთ რომ ყოველთვის რაღაცა ახალი შევთავაზოთ ჩვენს მსმენელს მაყურებელს. ახლა ისეთი სიტუაციაა რომ ჩვენი მსმენელი ნელ-ნელა უნდა გადავქმნათ ჩვენს მაყურებელში, იმიტომ რომ ახალ პროექტს, რომელსაც ერქმევა PvP Slam, იქნება კონცენტრირებული მოცეკვავებზე, hip-hop მოცეკვავებზე. ძალიან მაგარი, საინტერესო დავიხარე გაინტერესებს? აუ ბიჭო, ჰორორ ფილმებში რო ეგრე ხარ ეხა ზემოდან განაცებს და ჩაბნელებული თვალები გაქვს და რა გავაკეთე? მოდი დავიწყებ ისე რომ ბარემ აქაა ჩემი ძმაც, მე და პინო ბავშვობიდან ერთად მოვდივართ, ერთად ვიზდებით. ჩვენი პირველი საქმე რაც იყო ცეკვა, ჰიპ-ჰოპის ცეკვა. ნუ მაგაზე ძველი საქმე იყო პარკური და ტრეისინგი, მაგრამ ნუ რა თქმა უნდა ეს გარდაქმნით სხვა ახალ ამბავში, გავხდით მოცეკვავები, ვიცეკვეთ ძალიან ბევრი წელი. მივხვდით რომ ცეკვაში ძალიან ბევრი
სირთულე გხვდება, როცა საქართველოში ხარ და გადავწყვიტე რეპერობა და ვაის გავეხარე, ვუი შევეყარე დაგვემართა. თორმე ერთი და იგივე პრობლემა აქვს და იმედია თუ flow-ում რაღაცნაირად ხელი კრა hip-hop მუსიკას იმისთვის რომ ოდნავ მაღლა იყოს, ვინც თვლით რა თქმა უნდა რომ ეგრეა იმათთვის ვამბობ, ვინც არ თვლით არა პრობლემა არ ჩათვალოთ, მაგრამ მე მინდა რომ როგორც hip-hop მუსიკას მოუვიდა, ისე მოუვიდეს hip-hop-ის სხვა დარგებსაც. ამ დროს მართალი გითხრათ, მოცეკვავები, hip-hop მოცეკვავები ვინც ყავს, ძალიან ბევრი წელია ცეკვავენ. პროფები არიან, თავისი საქმის, თავისი სტუდიები აქვს, თავისი მოსწავლეები ყავთ, ადამიანები, ვინებიც გულშემატკივრობენ და ასე შემდეგ. უბრალოდ ყავთ პატარა community, ისევ ცეკვის შიდა ამბავში იცნიან ერთმანეთის შესახებ და ჩვენ მაქსიმალურად გვინდა იმედია გამოგვივა, რომ მოცეკვავეების და ცეკვით დაინტერესებული ადამიანების გარდა გვინდა რომ ამ ადამიანების შესახებ კიდევ უფრო მეტმა გაიგოს რა. იმედია ამაში ჩვენი პროექტი დაეხმარება ჩვენს მოცეკვავეებს და იმედია ჩვენი მოცეკვავეებიც თავს კომფორტულად იგრძნობენ, კარგად იგრძნობენ და რაც მინდა მაყურებელს უთხრა შენი ამერიდან ესეთი მიკროფონით არის ის რომ ძალიან გთხოვთ გაითვალისწინეთ რომ ყველასთვის ეს არის პირველი გამოცდილება როგორც ჩვენთვის ორგანიზაციისთვის ასევე მოცეკვავეებისთვის მაქსიმალური მხარდაჭერა მინდა რომ გამოუცხადოთ მოცეკვავეებს რადგან დამიჯერეთ ჩვენ თუ ვარჯიშობთ რეპერები სახლში სტუდიაში მეგობართან გარეთ იმიტომ რომ მარტივია ბიტი ჩაერთო და იბაზრა ესე ვთქვათ ცეკვის ამბავში ბევრად უფრო რთულად ხდება ეს ყველაფერი დარბაზ შენახვა უნდა მოსწავლეებს შენახვა უნდა პასუხისმგებლობას აღება უნდა ახალი თაობის გაზრდის პასუხისმგებლობაც უნდა აიღო და ამიტომ ძალიან გთხოვთ ჩვენს მოცეკვავეებს ხარი დაუჭიროთ არა აქვს მნიშვნელობა ვინ იქნება თქვენი ფავორიტი აგებულებიც კი ჩვენი გუნდის წევრები არიან იმიტომ რომ ამ ნაბიჯს ერთხელ დგავთ კიდე ერთხელ ჩვენს მოცეკვავეებს უკვე ვუთხარით მაგრამ შენი ეთერითაც მინდა ვუთხრა ჩვენს მოცეკვავეებს ახლანდელს და მომავალსაც ის რომ აქ არ წყდება ვინა უკეთესი და ვინა უარესი რა დღეს ვინც წააგებს ეს იმას ანიშნავს რომ ჩვენთან არ იქნება იმედია გამოგვივა ჩვენ იმედია გამოგივა შენ რომ ეს ყველაფერი მაყურებელს მიაწოდო და მაყურებელმა სწორად გაიგოს რომ ეს მოცეკვავეები შრომობენ წვალობენ და ფიზიკური შრომა ბევრად უფრო რთულია ზოგჯერ ვიდრე ტვინით შრომა რა ასე რომ თან ამ მოცეკვავეებს ორივე უწევთ ტვინითაც უწევთ შრომა და ფიზიკურადაც ასე რომ გთხოვთ კიდევ ერთხელ რომ ხარი დაუჭიროთ აბსოლუტურად ყველას არ აქვს მნიშვნელობა ვინაა თქვენი ფავორიტი იმედი მაქვს როგორც შენ როგორც მე როგორც სპინოს და ყველას მოგვეწონება ისე მოეწონება ყველას არტურასაც მოსწონს იმიტომ რომ სხვა გზა არ აქვს სხვა შანსი არ აქვს ეგრე მოსწონდა ბედლებიც ამას ეს ზუსტად ეგრე მოსწონს დღეს პირველად იქნები MC ხო? პირველად კამერების წინ. ისე არა რა, ცეკვის ბეთლები წამიყვანი აქამდეც, ხო, ბევრჯერ ყოფილი ვარ MC, ცეკვას თავი რო დავანებე, პირველი ეგ ვქენი რა. ვცდილობდი რომ კულტურას რამით დავხმარებოდი და რაც შემეძლო ეგ იყო რომ წამეყვანა მაგალითად ბეთლები, იმიტომ რომ ვიცი ვინ სად რას როგორ აკეთებს და რა არის მისი სიძლიერე რა. იმიტომ რომ აი მაგალითად უკვე შევეჩვიეთ იმას რომ ვიცით რა არის punchline-ი, ხო, ვიცით setup-ი რა არის, როგორ იწყობა ყველაფერი ვიცით რა. მაგრამ მოცეკვავებსაც აქვს კულტურაში არსებობს უბრალოდ იგივე ტერმინოლოგიები არსებობს რა. აი როგორც punchline-ი არსებობს მაგალითად ბეთლებზე და ზოგადად rap ბეთლებზე ისი არსებობს kill the beat რა, რომელიც არის მომენტი, როცა beats კლავს მოცეკვავე რა. ამას რო დავამოღამებთ, ან რეალურად იგივე სპორტის სახით თუ შევხედავთ, აუცილებლად ძალიან კარგი სანახაობრივი გახდება რა. და მომენტი, როცა შენ ჯერ არ ხარ კულტურაში გარკვეული, ეს ოკეი არის რა. ჩვენ ყველანაირად შევეცდებით, რომ ყველას, საერთოდ ყველას, ვინც გვიყურებს, ვისაც გული შეტკივა ჩვენს და გული შემატკივრობს, იმას მივაწოდოთ აუცილებლად 100%-ით რა ხდება, როგორ ხდება, რანაირად ხდება ცეკვაში, იმიტომ რომ ცეკვის კულტურა არანაკლებ საინტერესო არის. ვიცით ის რომ ჰიპ-ჰოპს არ გააჩნია მარტო ერთი კულტურა რა, ანუ ხუთგანხრით იყოფა რა, ელემენტებად იყოფა. ცეკვასაც აქვს თავისი ენა. მე ვნახე რამოდენიმე რაღაც კომენტარები სლემის ინტროებზე რა, რომ სკეპტიკურად იყვნენ განწყობილი რა, მაგრამ ეს იმის ბრალია რომ უბრალოდ არ ვიცით ჯერ რა ხდება რა. ესე იყო აკაპელაზეც, ესე იყო ფლოუზე, მე ფლოუზე ძალიან კარგად მახსოვს პირველი სეზონი როცა ჩავატარე, რომ გამოვედით პირველად იყო ტაჰას და ნიკის ბეთლი, ან პელესი რომ უნდა ყოფილიყო, ხო იცი? გინდა ძმა და ეგენი რო იყო რა. ეგ სკეპტიკურობა დაიკარგა, რა თქმა უნდა პირველი ვიდეო როგორც კი დაიდო რა. ეგრე ვერ შეკვირდებით რომ მოხდება, იმიტომ რომ ცეკვის კულტურაში უფრო ღრმად არის ჩასული საჭირო იმის რომ მიხვდე ზოგადად რა ხდება, მაგრამ თუ ჩახვედი თუ გაგისწორდა ის кайფი აქვს რა, როგორიც აი UFC-ს აქვს მაგალითად რა, იმიტომ რომ ორი ადამიანის ჭირილია ერთმანეთთან, გინდა არ გინდა საინტერესო არის რა. მერაბ დვალიშვილი რომელიც გვასახელებს ილია თოფურია, გვასახელებენ ადამიანები, გვიხარია ისინი რა. ჩვენ ანალოგიურად შეგვიძლია უგულშემატკივროთ ამ ადამიანებს, რომ სოფლიო ასპარეზზე უკვე არაერთხელ იყვნენ, წარადგინეს საქართველოს დროშა ეჭირათ და დროშა ეხატა იქ, როცა გადიოდნენ რა და შეგვიძლია უგულშემატკივროთ, გავიგოთ უბრალოდ რას აკეთებენ. პირველ რიგში რა, წარმატებები ყველას თავის საქმეში ვისაც რა უყვარს. მადლობა. აი, ისეთი არხევი თუ ისეთი კონტენტი, ტოპ 10 რაღაცა უცნაური შემთხვევა, რაღაცაც ადამიანი ვერ ხსნის თუ რაღაცა და ის ტიპი ისე რომ ბაზრობს, რომ 1977 წელს
ორეგონის შტატის მაცხოვრებლებმა უცნაური შუქები შენიშნეს. მას ერთი სიტყვით არავინ უჯერებდა, მაგრამ ის ამტკიცებდა, რომ მას შავებში ჩაცმული მამაკაცები აკითხავდნენ, მაგრამ ყველამ ის ბოდვად ჩათვალა, რადგან ის დეპრესიულ წამლებზე იჯდა. FBI-ის მაშინმა აგენტმა ოკონელმა განაცხადა, რომ არაფერზე ციურს აქ ადგილი არ ქონია, მაგრამ დიდი ხანია ლაპარაკი მიდის იმაზე, რომ ამერიკის მთავრობა სიმართლეს გვიმალავს, რადგან ხალხი ამ სიმართლის გასაგონად ჯერ მზად არ არის. ახლა კი ტოპ 8 ნომინაცია, მაგრამ იქამდე არ დაგავიწყდეს არხის გამოწერა, შენთვის ერთი წამი არის, ჩემთვის კი დიდი мотиваცია. ხო, ეგრეც არის. დავიღალი, აღარ ცნერვიულობ, აღარ შემილი. ანუ გათენებული მაგ და დილის სადღაც 7 საათზე რუსულ ქურდულ კინოებს უყურებდი რაღაცებს. იმიტომ რომ ჩემ YouTube-ის ალგორითმმა ბოლო 2 კვირა გადაწყვიტა, რომ ეგენი უნდა ამომიგდოს. ხო, და აგერ ბაცლები იწყება, ბიბოები სვავენ, რეკლამა არ მინდა რომ გამომივიდეს არა და უნდა თქვა ზელონაია მარკას. ხო, სვავ რომ გავიქცი ამ ცხოვრებას რა ვქნა. თუნდაც ერთი წამით. ამ ცხოვრების დედა შევიცი. გინდა სურათი გადაგიღო. რად გინდა მამა ჩემი? აბაშოში ვარ წასვლა. ხო, კაი დაუძახი. არ გეواسე ბიჭო. გიო, მოკლედ, პირველ რიგში რა თქმა უნდა მაინტერესებს PvP Slam-ზე, იმიტომ რომ სიახლეა PvP-ის კუთხით თვითონ, თორე ისე ეს კულტურა ჩვენთან დიდი ხანი არსებობს და დაუფასებელია საკმაოდ და ძალიან კარგ შროებით, რომ პოპულარიზაციას უწევთ ამ კუთხითაც ცეკვებს, იმიტომ რომ ძალიან პროფესიონალი მოცეკვავები გყავს და მადლობა ამისთვის. სკეპტიკურად უყურებს ძალიან ბევრი ადამიანი და ჩემი ვლოგიდანაც მინდა დავაფიქსირო აზრი, რომ ძალიან ცდებით მეგობრებო, იმიტომ რომ თავიდან სიახლე ყოველთვის ეგრე არის გაგებული და გონია რომ მალე დაამოყამებენ. რამდენი წლის წინ ზუსტად ეს ხალხი იბეთლაო და მე შენაპინო ვიყავით EMS-ები. ესე პროფესიონალური შეხება მარტო ესე მქონდა ცვეკავასთან, მანამდე როგორც მაყურებელი ვიყავი მე. მაგრამ იმის გამო რომ ჰიპ-ჰოპი მიყვარს და იმის გამო რომ განუყრელი ნაწილია ეს ჰიპ-ჰოპის თუნდაც როგორც სკრეჩინგი, ბიბოინგი და ასე შემდეგ, ხო, დიჯეინგიც რა თქმა უნდა. Yes, beatboxing-იც მაგის გამოცდილებაც მაქვს. ძალიან 15-20 წლის წინ რო გავაკეთეთ პირველი და ერთადერთი beatbox battle ახლა აღარ აქტუალური, მაგრამ მაინც ჰიპ-ჰოპის ელემენტი, ჰიპ-ჰოპის ნაწილი სულ რა არაფერი, უდიდესი კულტურა არის, რომელიც საქართველოში უნდა განვითარდეს, განუყრელი ნაწილი არის შოუ ბიზნესის, რო დააკვირდეთ ამერიკულ იმას სტარებთან, ბეიონსისთან და ჰავდედისთან, აშერთან, ვიღაცებთან, ტიპებთან, რა 50-სთან, ანუ აქვთ კლიპები. 50-სთან თუნდაც კენდი შაბი გაიხსენეთ, მან ბეგზე ალივიასთან ვინებიც ეკوامენ, ყველა პროფესიონალი მოცეკვავეა და ეს ხალხი თუ არ გვეყოლება, ვიზუალურად ძალიან ბევრს დაკარგავს ქართული ჰიპ-ჰოპი ზოგადად, ანუ მაგას კიდე ისიც ემატება, რომ ძალიან ბევრი ტურნირი არის საერთაშორისო და ეს ტურნირები, საქართველოს ტურნირები მომზადებაში დაეხმარებათ ამ ახალგაზრდებს და გამოცდილებსაც ყველას, რომ იქ მერე საერთაშორისო დონეზე ასახელონ საქართველო, ანუ ჩვენ მიზანი ეგაა. ძალიან საინტერესოა და რა მაინტერესებს ნეტა ამ კუთხით თუ გააგრძელებთ კიდე სხვა ელემენტის ჩაშლას, როგორც თქვი, ჰიპ-ჰოპი 5 ელემენტისგან შედგება და მაგალითად თქვათ დიჯეინგის კუთხითაც რო წახვიდეთ ან სხვა ელემენტების თუნდაც რომელიმესი, ამაზე თუ გიფიქრიათ თუ ჯერ დააკვირდები, რა წარმატებას მოიტანს თქვათ PvP Slam-ი. ნახე როგორ რაღაცა, რა თქმა უნდა გვიფიქრია ძალიან ბევრ ტურნირზე, ძალიან სხვადასხვა სფეროში უბრალოდ. ხლა ამ ეტაპზე ჰიპ-ჰოპის გარდა, უშუალოდ რეპის რეჩიტატივის გარდა, მივხვდით რომ ყველაზე მოთხოვნადი, მეორე ადგილზე ეს არის, იმიტომ რომ უამრავი სტუდია არის საქართველოში ცეკვის ძალიან ბევრი მოცეკვავე, ბევრად, აი 1000 ჯერ უფრო მეტი მოცეკვავეა საქართველოში, ვიდრე ჰიპ-ჰოპ არტისტი. მაგიტომაც ვიცოდით, რომ ღირდა, ეხლა მზადაა საქართველო და ფიდბექი იქნება. სხვა ელემენტებს უკვე შევხედავთ, ბაზარზე რა სიტუაციაც იქნება, თუნდაც ჩვენ როგორ შევძლებთ მაგის ინტეგრაციას უშუალოდ ჩვენ პროექტში, ეგეც ხო მნიშვნელოვანია. ამ ეტაპზე ხლა გრძნობდით მაგას, რომ ანუ აი ეს ხელოვნურად არა ეს პროექტი ხლა შევქმნილი, აგერ კინოც არის ჩვენთან ყოაც მოცეკვავე იყო წლების წინ და ეხლაც ეგ ვაიბი მის მაგაში არის როგორც სპინოშიც და ეხლა გრძნობდით რომ ისეთი ქრი ვართ რომ შეგვიძლია ამასაც ისე მოვკიდოთ ხელი, აი მთელი სული და გულით მოვკიდოთ ხელი, მაგიტომაც გადავწყვიტეთ რომ всё, ეხლა დროა, უნდა გავაკეთოთ ეგეც. და ეხლა რაც მთავარია კიდე ერთი მნიშვნელოვანი მოვლენა, ძალიან ისტორიული ბეთლი არის რევანში პელესა და Young Mike-ის და შენი აზრი საინტერესოა ამაზე რა, როგორც თქვათ მაყურებლის სვენელის და მე კიდე როგორც პროექტის. ელემ თქვა ჩვენ პატარა დოკუმენტარი რო დავდეთ
პატარა თიზერი რო დავდეთ, მან ყველემ თქვა ყველაზე სწორი რაღაცა, რაც იდეაში მეც მაინტერესებდა და მეც მაგაზრისკენ ვიყავი, რომ ყველა ამბობდა, კაი საკაპელა იყო, აბა ბითებზე რა მოხდებოდა ამათ შორის. და ნუ აი ეს ვაჩქეთ, ეს იც როგორ რაღაცაა, აი ფილმებში ეგეთი არ ხდება, მაგრამ აი Mortal Kombat-ში რო არის, ხო იცი DC-ის გმირები და Marvel-ის გმირები და რაღაცა Mortal Kombat-ში ან Terminator-ის გმირები და Terminator-ი და აქეთ რავი, Rambo და ასე შემდეგ, რა მოხდება ესე რომ დაიჯახს, ანუ ეგ მომენტიც არის ძალიან კაი შეჯახება ესე რომ ვთქვა. მე რაც მოვისმინე ძალიან მომეწონა. დანარჩენს ნახავთ აქ და ძლივს მე მსაჯი არ ვარ. შეეხება შესრულებას და ფლოუებს. კეი, როგორ ხარ? ვინ მოიგებს შენი? პელე. ნანიან რომელიმე. შენი კომენტარი გვინდა. აი კომენტარი ნახე. აი დღეს მოვიდნენ პროფი მოცეკვავეები და ნახე რასაც მე ვატრაკებდი. ეს იყო ეს. გაიგეთ იქ რა თქვა? არიო კილზებიტიო, არიო ცეკვაო, არიო ჰაიპიო, არიო ცეკვაო. და ჩემ შემთხვევაში ცეკვა მოიგო რა და რეპერების შემთხვევაში ჰაიპი თუ იგებს და არა პანჩლაინები, მოცეკვავების შემთხვევაში რა ხდება? ნაკლებად ესმით ვინმეს მუსიკა? არა. უბრალოდ პროფები არიან და თესლები არიან თავის საქმე იციან და ყოველთვის ერთ მხარეს არის გადახრა. მე მოვედი მაგაზე გეს სიმონ პასუ. გაიგე? გეიგე სიმონ შენ. აქ მოვიდნენ კილზე ბითელები. ძეები. ყველაზე თქვენ გამოიძახეთ? მოგლედ აქ ესეა ამები. ანეგან პორნოები და მკვლელობები, არა? ეს ჩავიდა ქვევით. Let's go! წავედი მე. ელესთან უნდა დავდგე ახლო-ახლოს. მაიკ, მოკლედ ახლა რამდენიმე წუთში დაიწყება შენი ბათლი და რამდენად ხარ მზად? 99%. დაგავიწყდება თუ არა ტექსტი? იმედი მაქვს არა. კარგად ვარ მომზადებული შეიძლება. მეტოქეზე რა სიტყვი? ვიტყვი ხა რაც მაქვს სათქმელი. ძალიან სტანდარტული პასუხია, ხო? ბეთლის გარეთ არაფერს ცუც არ ვიტყოდი. სხვათა შორის ძალიან ბევრი ადამიანი ფიქრობს, რომ ისტორიული ბეთლი იქნება დღეს, იმიტომ რომ რევანში არის წინა თქვენი დაპირისპირების და პრინციპში არავის არ ახსოვს PvP-ს რევანში. ანუ პირველი შემთხვევაა და რამე სიმბოლური დატვირთვა აქვს შენთვის და უფრო მეტად მოემზადა, უფრო მეტი დრო დაუთმე, ანუ შენი თავის უკეთესი ვერსია გინდა იყო თუ რა გინდა რომ დაამტკიცო? კი. კი, ეგრე არის რა, ალბათ ეგრეა. დღეს გელოდებოდით PvP Slam-ში, რატო არ მიიღე მონაწილეობა? ცეკვავი მარშკულობისთვის ვინახავ თავს. ერთი რამე ლაინი წაგვიკითხე. იმის დადგენას არის თუ არა პელე სულ არ ჭირდება მონოჰოლი და PvP. აი მე რას რა გაურითვა ღმერთ? და ისე მართლა მაინტერესებს ცეკვები როგორ მოგეწონა ამ დრომდე თუ ყურებდი? აი რასაც უყურებდი, აუ ლილე ქვია იმ გოგოს? ხო, აი მაგის გამოსვლა მომეწონა ყველაზე მეტად. რაც ვნახე, ყველაფერი არ მინახავს. კიდე გიხილავთ ხო ალბათ შემდეგ სეზონში, მესამე სეზონში თუ აღარ? არა მგონია. რა ვიცი, ჩემი საპირწონე არავინ არ არის. Anger in your eyes has gone. შვიდი თვალები მაქვს. აცებლის თვალებით არ ვიყურები ხა? ბიჭო, აი, ვერ ხვდები, პროსტა ვერ ხვდები, ანუ რის მიხედვით ვიგრუზები, მე ხოძე რატო მოვდივარ, ანუ წეგან ხო, ანუ კი, სიგრამას დაესაბინე ჯაფრი გოჩქარები. რა კანონზომიერება მუშაობს აი. Subway-ს მოგმართავთ დამასპონსორეთ, იმიტომ რომ გიჟდები Subway-ზე და ძალიან ხშირად ჭამ. ამიტომ ჩემთანაც შეგიძლიათ გადმოხვიდეთ. ხვედე, რას ფიქრობ, გადავიდა თუ არა ხვედე მოდიდან ამ დროისთვის? ხვედი არ გადავა მოდიდან არასოდეს. როგორც ტოტო იასნია მეგობრებო. გამოდა ბათლზე ახლა რაც დაიწყება Young Mike პერლე რას ფიქრობ? კაია რომ მაგაზე მკითხე, იმიტომ რომ ცეკვების მიმართ სკეპტიკურად ვიყავი განწყობილი, მაგრამ ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ძალიან კაი გამოვა, მით უმეტეს რომ ახლა რასაც ვუყურე ძალიან კაი იყო. და ამაზე როგორი მოლოდინები მაქვს, იცი? ბავშვობაში დღეს დილოს ფიქრობდი რა, პირველად ბეთლს რო დავესწარი, ეგ იყო პელე და Young Mike-ის ბეთლი რა. სვეჩი. დაჟე PvP-ს მაიკა მეცვა და ქუთელია მოვიდა და ეგ მაიკა თუ გქონდაო უფასო ჩემოგიშვებდი.
ხო და ეგ იყო ყველაზე მაგარი რაღაცა ვაფშე და დღეს რომ მოვდიოდი იგივე განწყობით ვიყავი რომ აი ბავშვობაში რატომაც Young Mike's ბალეში ყოფდი რა ეხლაც Young Mike's ბალეში ყოფ მაგრამ რატომაც მგონია რომ პელე მოიგოს მაგრამ აი ალბათ ერთ 20 წუთში გავიგებთ რაც მოხდება და ძალიან საინტერესოა ძალიან მაინტერესებს თან მე და ტოტოს ისეთი რაღაცა გვაქვს შეთქმულება დადებული რომ აი რავი რა მოხდება ჩემთვის უკვე დიდი მნიშვნელობა აქვს აქამდე ნაკლებად მაინტერესებდა ეს ვანახოთ ხალხს ნახეთ ეს ასობგერა ეს არის ასობგერა լ ეს ნიშნავს კურო ვარ ეს ნიშნავს lazy-ს lazy მუქთა lazy არია მაგრამ შეიძლება lazy-ს იგულისხმოს ხო მაგრამ on լ არა լ არის ხალხო ნახეთ լ არ არის լ რატო ილ იმიტომ რომ შეხედე იმიტომ ილ არის ეს არის მომენტი მეგობრებო როცა სამმა ადამიანმა აღარ იცის რა გააკეთოს და ამოსაჭრელ რაღაცებს აკეთებენ მაგრამ შეიძლება არა მოიჭრას მოდი მე დავსვავ შემტեղ კითხვას ტოტოსთან ძალიან მაინტერესებს მართლა მიუხედავად იმისა რომ ჩვენ დავდეთ შეთანხმება შენ რა გგონია ვინ გაიმარჯვებს და რატო მე მგონია აბსოლუტურად 50-50-ია დღეს რომელზეც დავდებდი ვაფშე მნიშვნელობა არ ხნა პროსტა რაღაცნაირი მოთხოვნილება მქონდა იქიდან გამომდინარე რომ იგრავოი მანიაკი ვარ ფილმეზე დამედო პროსტა მე ბეთლი რომ მორჩება თუ წავაგე აზრი არა აქვს და თუ მოვიგე მოდი და მაგარ ინტერვიუს მოგცემი მე ეხა იწება და უნდა გავიქცე თუ იჭრე ხო იწება წავედი ამითაც გადაიღე რა ბაცოლები მისკას მომისმინოს ყველა სულით მონად ვისაც პიროვნება წაართვა მაკუთის შონა მოტყანებეთი ჰიპ-ჰოპი მოტყან შენი შრომა შენზე ყველაფერი გვახსოვს იყოს შენი ხსოვნა და გამოწყობილია ბოთბეგულში კიდევ შიში თუ გიდოდა რესპექტი და არ ჩაგედო ტივში ერთი მადლობა რა გახდა ხალხისთვის რომ გეთქვა უმათურონად ბოზარო კი გეკუთვნის კლეტა Yo, 2018 და რამდენიმე წელი ტრაგები რომ ჩაგიდეს და მოგიგრიხეს ხელი პროტესტით რომ იყოს ავსეფელი რუსთაველი რამდენიმე დღე რომ წმინდა ხალხი იყოს ველი ყვირილისგან აღარაფის უარ გოდაყელი ერთი მადლობა რა გახდა ხალხისთვის რომ გეთქვა უმათურონა ბოზარო კი გეკუთვნის კლეტა მაგრამ შენ გადაწყვიტე რომ აქო დაადიდო თანათვითო მარიცი მიზეზი რა ყოფილა ამადამ რო აქ იყოლა შენი ხალხი ღირსი ოცნების მაგივრად ჩვენ რომ ჩაგვიწერეთ დისი უნდა ვისოთაკო წაგვიქცე დორალები და ჩვენს ყველას დაგვიწახე ნაციონალები და ყველაზე რაც დაბაგიმეთ არც ერთი არაც და ამდა ამას რო იცახდა როგორ არ გადაცდა ამდა როგორ არ ქონდა უსამართლობის გაცდა Everybody watching PvP, put your motherfucking hands up and follow me. Everybody watching PvP, put your hands up. Yo, იმის გადგენას არის თუ არა პელე, სულა ჭირდება მონოჰოლი და PvP. თანაშეგრებე წოდებაზე რო შევეხე მისი მასკაცობა და მასახალე მოვიკერეხე. ფეხბურთელი სახელის თამაში მაინც ეძება, ამ მოედანზე ჯიგარი პულტივით აიკეცება. თავის ლიგას აკეთებს და თავი უნდა დროობა. თუმცა ეს პრესი გამიდა თავი პირადი სკოლა. შეესაბამეს თანხა იგრევე და თანხა. დიდი პროგრესი არის აღარ ვიქნები წონია სახეზე მაინც ეთყობა მაგარი ფეხის სუნია არასწორი ფენა ტექსტოვი თელა სახელა გელა და ძალრებელა მუსიკალური ნიჭი არ აქვს უნდა აკაპელა და ბეტლი ნიკის ლო პოდკასტზე შეანელა hell no ეს არის ვიზა შავი ფიე
მაგრამ მაინც ვერ გავიდი ამას რას ვებაზრები დეპრესიაში არასდროს ვარდებიან ყლები შევასახის ხატა რომელიც ქუჩაში მოხდა შეხავდი ვეკაცი რომელიც ვეიპით მოხდა ამხარი შეჩემა რაღაცა ისედე როგორი შექმენი მოდა ეგეთებს მასკოვარი გობაჩობდა მითხარი მიში ყოლბახშერა მოხდა მიკროვებში საკითხებს შოუში ჩუცმო მომაკაცება შეკაშინეს თურებითეს მიში კონკრეტული შალერებული და ხარეკეთი შეშინებული მე მოგიყევ აკაკრავ ნაში მოყები რომ არ დაგაბრალ ამის მერე სეპარვასკოპში გამოვიდოთ მენი არავინ არ მოხდეს შენ სერმა იმიტომ არ გისწორდება რომ გონია რომ არ მოგიხდება სერმა კი არა რე გარეთისთვის ხელის მოძრაობა გიხდება let's go ეს რამი კოლეჯი გავწევ ხელი რომ გაგა შენ საქციელები მოვიხილე დავანახავს ის გადამწე შესაძლოა თუ პასოვე გაზერობი გადავა ვერა სეფას ნუსროვა ყვეს შეთვის შეგვინდა გეტის გოლა კეთილია შეგვი მეთოდები გიგის გაცეთილია შეგაძმოდი არის რომ შეგდა იან მაიკი წემიდა წესები ძროი წესები პაკი შედეგებს და საფათიკი შენები რასკომი რომ მოვაყავი შეძა წესები გიციან იტომზერო გაურებია იმადმოდი გუპეტრიჩია სოციალური მოკები სოციალური საფინები საგა ეგეც ყველაზე დაიწყო მეორე ბრაკაში მესამე რომში აბენაში ხარ მეოთხე ღამე და მოხვედია გითხარი მამუთის აიდან და რამდენი ალბომი და კიდე ბოლოს და რამდენი კონცერტი გამართე დღეს ანიკე გრამეს ამ სახურში მუშაობ მაგრამ ჩვენ არ ვიცით ეს ვერაფერ გავიგე როგორ გაძელი შეციხეში მაგდები სულკა თუკი და ვიბაზრო დიჟა მაფია მაშინ მე გიგედავ შულკას არ ინერვიულო dobrāt მიწოდე ბანდები კობრა შენი მუღამია ისე ბჯოროგანი შენი ოცნება ოპრა და ყოველთვის ყველაფერი ჭირდება აპდეიტი, ადრე რაც იყო ანდერგრაუნდი, ახლა ჩანასწორს საბუეიტი. მოკლედ ნიკოს ალბათ იცნობთ ყველა და გახსოვთ ჩემი ვლოგებიდან და დღეს მაინტერესებს შენი აზრი, ჯერ რა თქმა უნდა, ისტორიულ ბეთლზე არ ვიცი გახსოვთ თუ არა წინა ბეთლი. მახსოვს აუცილებლად. კი, მაშინ ვიყავი 4 წლის ვიყავ. ხო და მოკლედ ფავორიტი თუ ყავს და თუ არა და ზოგადად რას ფიქრობ ამ ბათლზე? რას ვფიქრობ და მგონია რომ Young Mike მოიგებს, მაგრამ არასწორი არ იქნება ნაკლები. ორივეს იქნება ფანჩები, ძალიან მაგარი ჩემი აზრით, ლაინებით და მგონია რომ პელეს დაავიწყდება. პელე დაიკიდესო იმაზეო და არ მოვამზადებულიო და მეც ხა ისე არ ვიქრებიო. აი ჩემი აზრით პელე მართლა დაიკიდეს ფეხებზე და მაინც არ იქნება ესეთი მომზადებული. აი როგორიც ბევრს გონია. აი რო იყოს კიდე კაი იქნება რა, რატო არა ეხა კაი არის პელეს რო არ დაუწყდეს, ნუ არც რო არ დაუწყდეს, უფრო კაი არის. რომ უფრო მეც მოვისმენთ და უფრო ბაუნსი წავა. ცეკვებით ვნახე და როგორ მოგეწონა? ვნახე და მეგონა რომ არ მომეწონებოდა, მაგრამ მომეწონა. საკმაოდ. აუ არ ვიცი, ძალიან მაინტერესებს. ანუ მე მგონია რომ პელე მოიგებს old school-ის ხარჯზე. მაგრამ მაიკი ისეთი არაპროგნოზირებადი ტიპია, რომ შეიძლება რაღაცა ბენგერი კონდეს მოფიქრებული იმდენად რომ გადაფაროს ყველაფერი. არ ვიცი, დრო გვიჩვენებს. ახალ ტრეკებს არ უსველოდები რომ რაღაცებს მორჩეს და მივალ და დავდება ახალ ტრეკებს. რამდენიმე ფიტი მაქვს დასადები და ბანი ვერ ჩამოვიყვანე ჯერ რომ ვიდეო გადავიღოთ, რომ დაიდოს. და Skyresi კიდე თავის ალბომში სადღაცა ოდესმე რო გამოვა, იმაში რო იქნება მან ვარ სადღაც. ხო და არ ვიცი რა. იწელება მოკლედ დროში. ხო და სოლო ტრეკებზე ველოდები კაკრას აროტას რა. რაღაცები დაწყებული მაქვს, დემოები მაქვს კი. კაი, მოკლედ ჩენი აზრი, როგორ მოგეწონა ბეთლი? ბეთლი იყო 10-დან 8 ნახევარი.
ტექსტის პონტები და ტექსტი რომ ნახევარი მესმის, ნახევარი არ მესმის. ანუ ხო ხვდები ახლა 9 და რაღაც არის ხო ხვდები. 10 ახლა 10 it was cool. ძალიან გამიყვირდა. აი, ძალიან გამიყვირდა. შედეგი, რა თქმა უნდა, შენ არ გაგიკვირდა? Please, don't lie. იცი რა არ მომწონს შენ კონტენტში? ზარბილი ხარ. შენ ირჩევ რომ იყო მეგობრული, სიყვარულს ირჩევ ვიდრე წარმატებას პონტია რა. This is my lifestyle of rest, a rockstar, you talk how I'm big day, now do you want to Chicken's got a bunch all day, chicken's got a bunch all night. You got to watch this, I go okay, that's what it is, all night. And the business starts to get a mete, bitch, I'm in the Malaysia, you don't have a fucking like bitch, and she moves like this, man, this is a fucking thing, shine, sweet, you can step in that too, step in, she starts at noon, don't say, push, you have to shut it, that's what's good, and that's a zero. Infinity kept saying, some say, boom, shit down. ლოგისტვის ხელი დამიქნია და აგერ კედელს მიადე ხელი კედელი აგერ კიბე That's what I speak from German. Oui. Schamiaki, amiaki. Amiaki, schamiaki. Pino! გიდა ძმა. მე რო არ ჩანს საერთოდ. მიდი. ვიპოვე. გიო შემოვა და გეტყვით როდის უნდა გავიდეთ წელისკენ. აქედან გავდივარ ყოველდღე. ვოტ. რა ხდება, მამაო? აუ მე ბეიჯი არა. კიდე გამიცვალო. მიდი აბა. მე ვარ ნათია. შორს რატო გახვედიე? იმას ადვილად იჭერ ხოლმე ხო კადრში. ეხლა მეგობრებო ჯეივანი გამოაცხადებს როგორც ყოა აცხადებს ხოლმე. MC ჩემ გაკავმაჩიო. ეი. საღო. nice. რა ხდება აბა რაღაცა სიჩუმეო? მე მგონი ადრე მოვედით. რაღაცა არა ნათია შენ ადრე ვერასდროს ვერ მიხვალ ვერასოდეს ვერსად. სულ ვაგვიანებთ ყოველთვის. ჯამატ აბა თუ გაჩუმდება პინო. აბა თუ გაჩუმდები ძმა. მაცადე ჩემი მომენტია ინტერვიუს წერენ ჩემთან. გეხვეწები რა. It's his moment. მიდი და ვიხდი მაგისას მიდი რა. კაი დაიკიდეთ მოკლედ დაიწყო უკვე. Bounce. ხო. რა თქვა, დამოიწყდა ყველაფერი ვაფშე რო. თავი მისკდება იმენა. მეტოკე ხოდა მომთოკე მეტოკე მოკლედ რა უნდა თქვა ძალიან მაგარი ბიჭია ვნერვიულობს სხვათა შორის მაგრამ მომთოკე woman power no ანუ მამის ბიძაშვილს ხვდები მაგარი დაერხევა ყველას ენა მარ მიყვიოს DJ ხალხ რა განვავრცო კი ისტორია ახლა მე გავიმეორო ეს რაღაცეები და მე შენ იმას ამოჭრი შენ კითხვას და მარტო და აი ნახეთ რებს ლაპარაკობს სულ გამოყლევდა კითხე ანუ ვეკითხები ყველას ჩემს გარდა და რა ნახე რა ბუტია კითხე როდის დაინტერესის გამოიყურები ესე კარგად
ვაიმე რა ნარცისია. დღეს შენ აქ რომ გასულიყავი, ყველა ბეც მოიგო. აი, იცის კაცმა რა, შეხედე შენ. მაგრამ ძალიან გადანათებული. ნათელში გაქვს თავი, ცოტა აქეთ გამ. ხო, აი შევსო, კაია. ყვარე უნდა შევიდეს სასწორში თუ არ მე ხმერტო რა საყვარელი. რანაირად მიღებს ნიკაბზე მიყურებს? ანუ ზევით იყურება? კაი, სად მივიდე, მკითხე. არ ფიქრობ ხო? აი მე დალიე ციტრამონი. ციტრამონი დალიე. ხუთელიამ რაღაც სხვა წამალი მომცა. იმიტომ ხარ მოხოთილი. რა ხდება? რა ვიჯო უთხარ? აუ, გამავა. განცირული ხმიდა. ეს არის ჩემი ძმაგაც. მოდი ბიჭო. ეს იღებს. ყველაფერს გვიდებს ეს ჩვენ. იცნობ ხო? დედო, კაცური ინტერვიუები მიგდის? ჩემი პულარული ძმაკაცი UFC 308 აბუ დაბი. დავა. შეიძლება ჩანთავიღო შენის ნებართვით მხოლოდ და მხოლოდ. ან რა, სიტყვიერი ინტერვიუს მორჩებით. რომ გამოხოთ მე შემოვალ. კარგი? მადლობა. უბრალოდ მადლობა. ხო არ უნდა მიიწიოს. ხო არ უნდა მიიწიოს. მიმიშვი დროზე. კიდე კაი. ვაიმე. არიქა. ვაიმე კიდე კაი. გამარჯობა ხახო.